ილუსტრატორი რევას კოტრიკაძე და ეთნომუსიკოლოგი ქეთევან ბაიაშვილი შემოგვიერთდნენ დილამშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმრები. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეში მღვიმელობა არის, ყველი არის ხუთშაბათია, მრავლს დაესწარით. მადლობა. მუზეუმის შესახებ სურს დღეს ვისაუბროთ. ჩვენმა მაყურებელმა შეიძლება იცის, აქვს ინფორმაცია ნამყოფიც არის მუზეუმში, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მათ ისტორია მუზეუმის როდის დაარსდა, როგორც ვიცი თავდაპირველად სხვა სახით არსებობდა, მერე გადაკეთდა ეს ყველაფერი რომ მოგვიყვეთ ბატონო რევას და შემდეგ უკვე ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რა არის დაცული მუზეუმში. დიდი მადლობა ყოველთვის. აშეხება მუზეუმის დაარსების თარიღს, ეს მოხდა 1975 წელს. ერთ-ერთი თბილისელი კოლექციონერი იყო მუსიკალური საკრაების, მექანიკური საკრაების უბრალოდ კოლექციონერი და მან გადაწყვიტა რომ დაარსებულიყო აი მექანიკური მუსიკალური საკრაების ბაზაზე მუზეუმი. ჯერ ეს მუზეუმი იყო კინოს თეატრის და მუსიკის მუზეუმის ფილიალი, ხოლო 84 წლიდან გახდა ქართული ხალხური სიმღერის და საკრაების სახელმწიფო მუზეუმი და 2006 წელსაც რაღაცა შეეცვალა. უბრალოდ ჩვენ 2006 წლიდან ვართ სიპის ჩამოყალიბდა და საჯარო შინაარსობრივად არაფერი შეცვლა. შინაარსობრივად ფაქტიურად არაფერი არ შეცვლა, უბრალოდ ჩვენ ქართული ხალხური სიმღერის რადგანაც სიმღერაც მაინც დომინანტის როლია ქართულ ფოლკლორში, აქედან გამომდინარე ჩვენ ჩავთვალეთ რომ საკრავის სიმღერის გარეშე ეს არაფერი არ არის. მეტი იქით ხო? ხშირ შემთხვევაში სიმღერაც ხო, მოდი ესე გამსაზღვროთ რომ ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება გახლავს ვოკალური შემოქმედება, ვოკალური პოლიფონიური შემოქმედება. საკრავი ესეთ კულტურებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასრულებს დამხმარე მეორე ხარისხოვან როლს. თუმცა შემბანებელი ფუნქცია აქვს, შემბანებელი. თუმცა აუცილებელი ყოველთვის არ არის. უფრო მთავარი სიმღერა, მრავალხმიანი სიმღერა. ოღონდ ამ საკრავებს ძველიდან მოყოლებული, უძველესი დროიდან, იმიტომ რომ ქართული მუსიკალური კულტურა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოს ძველ კულტურათა რიგშია. ხო და იქიდან მოყოლებული ამ საკრავებს ჰქონდა განსხვავებული ფუნქციები, სხვადასხვა დანიშნულებები. და განსხვავდება კიდევ მსოფლიოში არსებული სხვადასხვა საკრავებისგანაც, ხო? არის რაღაცა მსგავსებები, თუმცა რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალური კადრები გვაქვს ჩვენ. აი თვითონ ექსპოზიციაზე რო ვისაუბროთ, ქალბატონ ქეთევან და ბატონ რევას, რამდენად მნიშვნელოვანია აქ დაცული ექსპოზიცია და ასევე საინტერესო თქო და ყველაზე ძველი ინსტრუმენტი, რომელი წლით თარიღდება, თქვა თუ შეგვიძლია ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა. მოგიხსენებათ რომ ვოკალური მუსიკა, საერთოდ ხმელი მუსიკა უძველესი დროიდან დღემდე როგორ მოაღწია ჩვენამდე, ჩვენ არ ვიცით ეგა, ხო? ეს შეუძლებელია მისაღწევა, მაგრამ გვაქვს ნივთიერი მტკიცება, რომელიც დაფიქსირებულია და ეს არის საკრავის სახით. ამაზე ძველი არ არსებობს ჩვენს აი ყოფაში, რომ ვამტკიცოთ რომ როდიდან მოდის ეს ქართული საკრავი ან ხმელი მუსიკა ჩვენამდე. ეს არის ჩვენ წელიწადამდე, ჯერ კიდევ მე-14 საუკუნე, სადაც დაფიქსირებულია ძველი სალამურის ნიმუში მცხეთაში აღმოჩენილი 1938 წელს ექსპედიციის დროს. ასევე შემდგომი პერიოდიც არის, ყაზბეგის განძიდან არის მოქანდაკე, ბრინჯაოს ქანდაკება, ქნარის ესეთი სიმებიანი საკრავის გამოსახულები. ეს რომელი საუკუნე თარიღდება? ეს არის მე-6-მე-7 საუკუნე. მე-7-მე-6 საუკუნე ჩვენ უძველესი ნივთებია. რა თქმა უნდა, უძველესი ნივთებია, რომელიც ვამცნობს რომ უძველესი დროიდან საქართველოს. და ეს უძველესი ნივთები თქვენ საექსპოზიციო დარბაზში, ანუ გამოტანილი გაქვთ თუ რაიმე განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს? და ასლები, რა თქმა უნდა, ჩვენ მუზეუმში გვაქვს. ვინაიდან ჩვენ ის პირობები არა გვაქვს, რომ ეს უნიკალური საგანძური ჩვენ ასე ვთქვათ, კონდეს ტემპერატურის რეჟიმში და შემდეგ ჩვენ გვაქვს ასლების სახით დაცული ჩვენს მუზეუმში, მაგრამ აი ეს მნიშვნელობა არ აქვს ამას, ძირითადად ჩვენი ვიზიტორები არიან ბავშვები, სკოლის მასწავლებლები
მოგეხსენებათ მცხოვრებლები რამდენად ინტერესდებიან, რამდენად ხშირად სტუმრობენ მუზეუმში? საშუალო ჩვენ იმის გამო რომ მუზეუმი მდებარეობს ტურისტულ ზონაში ძალიან ხშირად ეს არის ძველი თბილისის ნარიყალას ასახლებთან ყალასუდანი ქვია მემცხენია ვარ ნამყოფი ამ მუზეუმში ძალიან ბევრი ესეთი აი უძველესი ფორტეპიანო რომელი რიცხვით თარიღდება ფორტეპიანოს გამოშვების თარიღი საერთოდ ეს ევროპული მუსიკალური კულტურას ვეხებდა ევროპული მუსიკალური კულტურა უკვე მე-19 საუკუნის შუა წლებიდან შემოდის მაგრამ მაინც ძველი ფორტეპიანო გექნებათ ალბათ ხო? ნუ რა მექანიკური ფორტეპიანოს გვაქვს იქ პიანო ლაქვია მას რომელიც მექანიკური აჟღერები ანუ რამდენიმე საექსპოზიციო დარბაზია როგორც შეიძლება სამი საექსპოზიციო დარბაზი გვაქვს ეს არის ქართული ხალხური სიმღერის და საგრეების დარბაზი აღმოსავლური მუსიკალური საგრეების დარბაზი და ევროპული მექანიკური მუსიკალური საგრეების დარბაზი აქედან გამომდინარე ახლა იქ ძალიან შორს აგვიყვანს ახლა ფორტეპიანოს წარმოშობის და არა ეს მუსიკოსებმა ძალიან კარგად იციან და მუსიკაცოდნებმა მისი დაბადების თარიღი განვითარები ჯერ კლავისინი იყო მე კლავიკური ასე შემდეგ და იყო თანამედროვე ძალიან საინტერესო მუზეუმია და ვინც არ არის ნამყოფი ალბათ მე არა ვარ სამწუხაროდ გულწრფელად მობრძადით აუცილებლად იმიტომ რომ გარდა იმისა რომ გვაქვს გამოფენილი საკრავები ჩვენ გვაქვს მართალია ცოტა მოძველებული სისტემით, მაგრამ საშუალება მოგასმენინოთ ცოცხლად ეს საკრავები. გვაქვს არაჩვეულებრივად საინტერესო კოლაჟი, სადაც შეძლებთ მოისმინოთ ყველა საკრავის ხმა, ქართული საკრავის და აღმოსავლური საკრავის მასალაც გაგვაჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებს ხოლმე ჩვენი ევროპული დარბაზი. სადაც თავმოყრილია ევროპული მექანიკური საკრავები, აი სწორედ იმ ბატონის არკადი რევაზიშვილის, დიახ იყო კადრში, ყველაფერი არკადი რევაზიშვილის კოლექციიდან. ეხლა ეს საკრავები უაღრესად ძველი დროიდან იღებს სათავეს მათი წარმოება, სულ პირველად თურმე დაუმზადებიათ მაგალითად ძველ საბერძნეთში მექანიკური საკრავი, რომელიც წყლის წისქვილის პრინციპით მუშაობდა. საინტერესო. ახლა ეს თავისთავად ძალიან ესეთი ძველი ისტორიაა და მუსიკის, აი, უტილიტარული გამოყენების თავისებური ისტორია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ საკრავებს განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო და აქ მე გვისმობ პოლიფონიური ვოკალური კულტურის ქვეყანა ვართ ჩვენ, საკრავს ყოველთვის მეორეხარისხოვანი როლი ეკავა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ჩვენ იზოლირებული ვიყავით განაცხენი მსოფლიოდან და რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობდა უცხოეთთან და იმ ქვეყნებთან, რომელთანაც არსებობდა პოლიტიკური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არსებობდა კულტურული ურთიერთობებიც და ამის შედეგად საქართველოში შემორჩენილი საკრავების კოლექციები ძალიან საინტერესო სურათს გვაძლევს. ისე რომ მობრძანდით აუცილებლად მოუწოდებთ ჩვენს ტელემაყურებელს. მე რა მაინტერესებდა, იცი, აი თვითონ რეგიონი, ხო, გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, ხო? ამ შემთხვევაში აი თვითონ საქართველოს კუთხეები საინტერესოა ალბათ იმდენი მრავალფეროვნებაა, რომ შეიძლება ერთი ხასიათის, მაგრამ სხვადასხვა ფორმის, სხვადასხვა ჟღერადობის ინსტრუმენტებს ხვდებით სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად დასავლეთ საქართველოში სხვა, აღმოსავლეთ საქართველოში სხვა, შიდა ქართლში და ასე შემდეგ. აი ამ კუთხით რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი მუზეუმი? მოგახსენებთ, საქმე რა არის? აი, საერთოდ საქართველოს ყველა კუთხეს აქვს თავისი დამახასიათებელი მუსიკალური საკრავი. მაგალითად, აჭარას ყველამ ვიცით, რომ აქ საცეკვაო დავუშვათ მელოდიები სრულდება ყოველთვის ჭიბონის თანხლებით. რაჭაში მაგალითად გუდასპირის თანხლებით ხდება სახალხო ან საშობაო სვანეთში სხვა გვარი. ჩონგურის თანხლებით, მაგრამ სამეგრელოში ხდებოდა ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრენ ცოტა ანტიქრისტიანული შეიძლება იყოს და ქრისტიანობამდელი ეს რიტუალი, რომელსაც სულის გამოხსნა ქვიოდა და ასევე სვანეთში ჭუნირის თანხლებით და ასე შემდეგ. აღმოსავლეთ საქართველოში მაგალითად თანდური იყო ცნობილი და სალამური მთაში. ანუ ის საკრავები, რაც მთელს დღევანდელ მსოფლიოში არის გავრცელებული, ეს ყველა კუთხეში იყო მიმოფანტული საქართველოს.
მათ შორის ეს როგორც მუსიკალური ტერმინებით ქორდოფონები, აეროფონები, მონოფონები და იდიოფონები ეს ყველაფერი იყო, არის და დღესაც ხალხში გავრცელებულია. მეტნაკლებად შემორჩენილია. არის ისეთი საკრავიც, რომელიც სამწუხაროდ მივიწყებულია. მრავალღერიანი სალამური ლარჭენი, სოინარის სახით სამეგრელოსა და გურიაში, რა თქმა უნდა, აღარ არის უკვე ყოფიდან გაქრა. ასევე ბუკი იქ ნაჩვენები იყო კადრში სვანური სასიგნალო საკრავი და არა მხოლოდ სვანური. და ჯავახიშვილის ქართული ხალხური მუსიკის ისტორიის საკითხებში გვაქვს 100-მდე დასახელების საკრავს ჩამთვლის იონი ჯავახიშვილის ეს ნაშრომი, მაგრამ ეს 100-მდე საკრავი სამწუხაროდ გაქრა. აქ მარტო ქართულზე არ არის საუბრება. ეს ლაპარაკია მიგრირებულ საკრავებზე. აი ბატონ რევას სხვადასხვა სამუზეუმო სივრცე რომ იყოს უფრო აქტუალური საზოგადოებისათვის და უფრო მეტი დამთვალიერებელი მივიდეს, არის ხოლმე თქვა რაღაც ღონისძიებები, გამოფენები, შეგადაში, თქვა წიგნის პრეზენტაცია და ასე შემდეგ. თუ მასპინძლობს მსგავს ღონისძიებებს თქვენი მუზეუმი, ეს იმ ხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ უფრო მეტი დამთვალიერებელი მივიდეს. ანუ მენეჯმენტის თვალსაზრისით გულისხმობ. მოგახსენებთ სავგებლობის შემთხვევით და მინდა მაყურებელს ვაცნობა ხვალ არის ესეთი აი მრავალხმიანობის პრობლემებზე გვაქვს კონფერენცია ეთნომუსიკოლოგი, ფოლკლორისტი თამაზ გაბისონი ესეთი ჩვენ ვიცნობთ ძალიან კარგად ლექციას და ასევე ვეპატიჟებით აი ამ დაინტერესებით რომელიც არიან შემსრულებლობით აი ამ საკითხზე გვექნება ლექცია. ასევე უამრავი ლექცია, კონცერტი, ბავშვების აქტივობები, სხვა შორის ქალბატონ ქეთევანი ატარებს ძალიან ხშირად პატარა ბავშვებში აი ძველი თამაშობების აღდგენას, სადაც კი აი როგორ იყო ბავშვებში თამაშობები ამის წინვალი ოსტატი. ანუ ცოცხალი დიაგნოზი პროცესი აი ეგრეთ წოდებულ ვორქშოპებსაც კი გასაგებია. ანუ ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს დიახ. დამატებ და დავასრულებ. თუ შეიძლება დავამატებ ეს იგი ეს შეხვედრები რომელიც ბატონმა რეზომ ბრძანა გახლავთ ეთნომუსიკოლოგიური შეხვედრები რომელიც ჩვენ ასე ტრადიციად აქვს ქცეული მუზეუმში და გარკვეულ პერიოდში ერთხელ ვიწევთ რომელიმე სპეციალისტს გარკვეული თემის ირგვლივ სასაუბროდ და ეს ერთ-ერთი იქნება ხვალ სწორედ. ეხლა გარდა მაგისა, იცით ძალიან ხშირია როცა მოდის ჩვენთან დამთვალიერებელი, რომელსაც აინტერესებს ამა თუ იმ საკრავის ისტორია. და რა თქმა უნდა ჩვენ მას ვემსახურებით და ვაცლებთ ყოველგვარ ცნობას ამა თუ იმ საკრავის შესახებ. და რაც შეეხება აი ამ საბავშვო თამაშობებს, იცით ეს არის უძველესი ქართული მუსიკალური აღზრდის სისტემა, არც მეტი და არც ნაკლები, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში შევაგროვეთ, შევისწავლეთ, თავი მოუყარეთ ერთად და ეხლა მზად გვაქვს უკვე გამოსაცემად და სწორედ აი ამას ძალიან დიდი წარმატებით იყენებთ ექსკურსიების დროს. ძალიან ახალისებს ეს განსაკუთრებით ბავშვებს, რა თქმა უნდა. მეგისურვებთ ბევრ ნახოს და დამთვალიერებელს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია და გულსფრელად გეტყვით საწყენიც კი, მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ რომ ვართ ვოკალური კულტურის მქონე ქვეყანა, რომ ჩვენ თუ კი რამით შეგვიძლია ვიამაყოთ ეს არის სწორედ ჩვენი ფოლკლორი, რითიც ჩვენ გვიცნობს მსოფლიო და ამ დროს ერთადერთი მუზეუმი ქვეყანაში სადაც ქართული უძველესი და არა მარტო ქართული ინსტრუმენტები ინახება, არასდროს პირობები, რომ გამოფენილი იყოს ეს ექსპონატები. სამწუხაროა, იმედია რომ მოგვარდება ეს პრობლემა. კულტურის სამინისტრო ალბათ არის საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მინისტრი ვსტუმრობდა წინა წელს და ერთ მადლობაც მინდა გადავუხადო ბატონ მიხეილს, რომ გვესტუმრა ზამთრის პერიოდში გათბობა არ გქონდა. ეს რა არის? ალტოები. კარგია რომ ზამთარი დაემთხვა. და თქვენ წარმოვიდგინეთ, დაგვეხმარა და გათბობის პრობლემა მოაგვარეთ მუზეუმში. არა, ძალიან გულისხმობი ადამიანია. პატარა მუზეუმი გვაქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო. იმედი გვაქვს რომ მოგვარდება. საკრავის შესახებ ვკითხებით რომ გავაკეთებთ აუცილებლად სიუჟეტს საკრავის ისტორიის შესახებ. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენს მაყურებელს ეს დაინტერესებს. ესეც ხელს შეუწყობს კიდევ მუზეუმში
დამთვალიერებლის უღრმესი მადლობა, საინტერესო საუბრის წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. შევახსენოთ მაყურებელს, განთიადის სტუმრები იყვნენ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის დირექტორი ბატონი რევაზ კოტრიკაძე და ეთნომუსიკოლოგი ქეთევან ბაიაშვილი. გრძელდება გადაცემა, მუსიკას მოусმინოთ და შემდეგ დავბრუნდებით სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი კი იქნება მწერალი და მეცნიერი როსტომ ჩხეიძე. აყავდეს დაენუში. ეგ არ არის?